როგორ ხართ, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, ოჯახთან ერთად წახვედით, ბავშვები როგორ შეეჩვენენ ახალ გარემოს? მოგესალმებით. პირველ რიგში მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს და მადლობას მოგახსენებთ ჩართვისთვის. ბავშვს პირად უსაფრთხოებას. კი. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი კარგად არის. ბავშვები სკოლაში მივიდნენ და ახალი ცხოვრების რიტმს და რეჟიმს ვეჩვევით და ვეგუებით. ვცდილობთ ტემპი აუწყოთ აქაური ცხოვრების წესებს. ჩვენ წინა ცხოვრებასთან დაკავშირებით გვაქვს დღეს ბევრი კითხვა. რამდენიმე ინტერვიუ გქონდათ ქართულ მედიასთან, მაგრამ კაფეოდ არ გისაუბრიათ მაინც რა გახდა სისტემიდან წამოსვლისას ერთგვარად ბოლო წვეთი. აი რა იყო ბოლო, რამაც მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება? იცით როგორ იყო, ანუ რეალურად იყო ორი ძირითადი ფაქტორი. პირველი ეს იყო ზოგადად სისტემა სამინისტრო გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ეს მარტო ჩემი მოსაზრება და ჩემი შეხედულება არ არის. ამას ხედავს როგორც საქართველოს მოქალაქეები და ამას ხედავს და აფიქსირებს საერთაშორისო საზოგადოებაც. სამწუხაროდ სისტემაში მომუშავე მაღალი თანამდებობის პირებმა შეიძლება არ იცოდნენ სამინისტროს დებულება. დებულებაში წერია ესეთი ჩანაწერი, რომ სამინისტრო თავის ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სახელმწიფოს. და დღეს რასაც უყურებთ და მით უფრო დეკემბერში რასაც უყურებდით, სახელმწიფოს არ წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენდა კონკრეტული ერთი პირის ბრძანებებს. სამინისტრო გახდა მხარე. ანუ სამინისტროში აშკარა იყო, თუ არა ხარ ოცნების მხარდამჭერი, ან არ მოგწონს ის პოლიტიკა, რომელსაც ოცნება ატარებს. მტერი ხარ და შენზე ხდება ძალიან ესეთი აგრესია. თანამშრომლების მიმართ იძულება, რომ იცით რა, უნდა მოგწონდეს ის, რასაც მთავრობა აკეთებს. ზოგადად სამინისტრო ინსტიტუციურად არის აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, ხო? ანუ რასაც იღებს პარლამენტის საკანონმდებლო დონეზე, მერე მთავრობა ახორციელებს უკვე სამინისტროების შესაბამისად და სამინისტრო როგორ ახორციელებს, ანუ დაყოფილი უნდა გქონდეს თავისი ამომრჩეველი, სხვისი ამომრჩეველი, თავისი მომხრე და სხვისი მომხრე, ანუ განსხვავებული აზრის მიმღეობა მოკლეს, მთლიანად მოკლეს და ფუნქცია ერთ-ერთი მრავალი ფუნქციისგან, რაც სამინისტროს აქვს, ერთ-ერთი აქვს ადამიანის უფლებებისა და ღირებულებების დაცვა. და ის რაც დეკემბერში მოხდა, მთლიანად ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მეორე ეს იყო რეპუტაციული ზიანი, რაც მე სამსახურშიც განვაცხადე და იქაც ვთქვი. ეს სამწუხაროდ მათ არ ესმით, იმიტომ არ ესმით, რომ ჩემთვის მაგალითად მე ჩემი სოციალური წრე მყავს. ჩემი კარიერა ბიძინა ივანიშვილის დაცვაში არ დაწყებულა და ბიძინა ივანიშვილის დაცვით არ დამთავრებულა. ხვდებით, ანუ მე ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე, ძალიან ბევრი ვისწავლე. თითქმის ყველა საფეხური გავიარე კარიერული ცხოვრების მანძილზე, რაც კი შეიძლებოდა გამევლო დამოუკიდებლად მათგან განსხვავებით ვიღაცის ტელეფონის ერთი ზარი დანიშვნისა. შესაბამისად, ანუ მე არ მიიღირდა იმ მოცემულობაში ყოფნა, იმ გარემოში ყოფნა, რომლითაც ვფიქრობდი და მიმაჩნდა, რომ არასწორი იყო. ეს იყო ყველაზე მთავარი მიზანი და მოტივი, რამაც გადამაწყვეტინა, რომ სისტემა დამატოვებინა. უბრალოდ ამის გაგრძელებას არ ვფიქრობდი ეს იყო საერთოდ ბევრჯერ ვახსენე, რომ შეიძლება საერთოდ არც არავის არ გაეგო ისე წამოსულიყავი, თუმცა რაც იკადრეს და რაც გააკეთეს, ალბათ იმან გამოიწვია შემდეგ ეს საჯარო პოსტიც და საბოლოო ჯამში იძულებით ქვეყნის დატოვება. მივხვდით მინიშნება გქონდათ მათ შორის დაცვის ნაწილზე გომელაურზე ვილაპარაკებთ აუცილებლად, თუმცა ვინაიდან თქვენი წამოსვლა პირდაპირ აქციების დარბევებს დაემთხვა, ამიტომაც საინტერესო, აი ბოლო წვეთი რა იყო, რა ნახეთ, რა კადრი, ვისი შემთხვევა, რომელი ფაქტი, რამაც უკვე გადაგაწყვეტინათ, რომ всё ეს ბოლო ამბავია. აი პარლამენტთან ახალგაზრდა ბიჭს სახეში რო ამოარტყეს, მან მაგ დღეს გავხსენე კომპიუტერი და დავწერე ბატონი. იმიტომ რომ იცით რა არის, ანუ მე ადრეც ვთქვი, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აი ამ პერიოდში გარდამავალ პერიოდს გავდივართ. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა ინსტიტუციურად გამართული შემდგარი და
ყველაფერი მოწესრიგებული გვაქვს. ანუ ჩვენ უნდა გავიზარდოთ, ჩვენ რაღაცეები უნდა გავაანალიზოთ, ჩვენ რაღაცეები უნდა ვისწავლოთ. ის რაც დეკემბერში 28 ნოემბრიდან დეკემბრის თვეებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა, არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება, არანაირ იურიდიულ, არანაირ საკანონმდებლო ჩარჩოებში არ ჯდება. ანუ რეპუტაციულ ზიანზე რო საუბრობ, აქ იცით რა არის, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან ბევრი ადამიანი ადრეს ვთქვი. ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი და ღირსეული თანამშრომელი არის. ხვდებით და უბრალოდ ეს ადამიანების ის აგრესია, რომელიც ცალკეულ პიროვნებებს უნდა ეკუთვნოდეთ, ცალკეულ გადაწყვეტილების მიმღებ და შემსრულებლებს, მთლიანად სისტემას ხდება ეს. იმ დღეს ვინ იყო გადაწყვეტილების მიმღები? ეს ცნობილი კადრი ახსენეთ, როგორ ურტყამენ ზვიად მაისაშვილს სახეში გათიშულს წიხლს. იმ დღეს ვისი პასუხისმგებლობა იყო ეს, განსაკუთრებით სასტიკი იყო ეს პროცესი პირველ დღეებში. იცით რა არის, ანუ საზოგადოებას აინტერესებს, რომ ყველას გონია, რომ ცალკეულ ქმედებაზე, ცალკეული ბრძანებები დაიცემა, ესე არ ხდება. მით უფრო ამათი ხელწერა, ანუ ესენი არ მოქმედებენ. ანუ ამათ აქვს რაღაცა მოქმედების არეალი, განუსაზღვრავენ, იმიტომ რომ ამათმა ოპერატიულ დონეზე მართლაც კი არ იციან, არათუ განხორციელება. აქვს კონკრეტული მოქმედების არეალი და ამ კონკრეტული მოქმედების არეალში ანთებული აქვს მწვანე შუქი, რაც უნდა ის გააკეთო. ანუ ის რომ ის სწავლებები, ის წვრთნები, ის გავლილი პრაქტიკული გამოცდილება, რაც დაგროვებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, ყველა დონეზე აბსოლუტურად ყოველთვის იყო ცალსახად, რომ ანუ განეიტრალებული ადამიანის მიმართ არანაირი აგრესია და ძალადობა არ უნდა იქნეს გამოყენებული. ანუ რა ხდება, რომ ანუ პოლიციელი აიდენტიფიცირებს დაუშვათ ის პიროვნება არ ვიცი სახელდაგვარი სამწუხაროდ იმ ახალგაზრდის პირობითად სამართალდარღვევა ჩაიდინა. პოლიციელმა ის უნდა დააკავოს და გადასცეს შესაბამის სამსახურს. ანუ აქ არის თბილისის პოლიციის დეპარტამენტი, ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. ხვდებით? ანუ დააგდებულ ადამიანს წიხლებს ურტყავ და ამას რეაგირება აქვს ნული. ხვდებით? მე ცდილობენ როგორც სამინისტროს დონეზე, ისე მთავრობის დონეზე ეს ყველაფერი გაამართლო, გააყრაონ და საზოგადოებას დააჯერონ, ეს სწორი არის. და ეს სწორი არ არის. ამას მარტო მე არ ვფიქრობ, ეს პირდაპირ ძალიან აზიანებს სისტემას, აზიანებს არა მარტო სისტემას აზიანებს, თანამშრომლებს აზიანებს, რომლებიც იქ მუშაობენ, იმიტომ რომ იქ მომუშავე დღესაც, თუნდაც შესაძლოა იყვნენ გარკვეული თანამდებობის პირები, ესე არ ფიქრობენ და თვლიან, რომ ეს არ არის მათი ხელწერა, ეს არ არის პოლიციელების მოქმედება, იმიტომ რომ ადრეს ვთქვი, ანუ პოლიციის რეპუტაციული ზიანი ამათმა იმდენად შელახეს, არ ვიცი, გარკვეული წლები დასჭირდება იმ დობის მოპოვება საზოგადოებაში, რაც რაღაცა წლების წინ არსებობდა. კი ბატონო, ერთ ჩაგეკითხებით ბატონო ირაკლი, თქვენ თქვით, რომ ჩემი წამოსვლის შემდეგ რაც იკადრესო, ამაზე ხომ არ გაქვთ დამატებით რაიმე სათქმელი, აქ სამსახურიდან წამოსვლას გულისხმობთ, ქვეყნიდან წასვლას, შემდეგ იყო რაიმე მცდელობა, არის თქმა შეგიძლიათ. ხო, იცით რა, ანუ რა იკადრეს რა, ანუ იცით რა იყო, ანუ ვერ მოერია, ანუ კონკრეტულად ჩემი დეპარტამენტმა ვერ გადახარშა, როგორ გაუბედე და როგორ წამოვედი, როგორ ვაკადრე, იმიტომ რომ მან და სულ რამოდენიმე ადამიანი ვიყავით დარჩენილი, ვინც ასე ვთქვათ, ხარებას კადრები არ ვიყავით და მაგას წლებიდან არ მოვყვებით. მე ხარაზიშვილი გავიცანი დეპარტამენტში რომ მოვიდა, წარმოდგენა არ მქონდა საერთოდ ვინ იყო და მუშაობდი და მან ეგ სისტემა არსებობს, ანუ ხარება რო დადის, თავის კადრებით აკომპლექტებს ყველას, ხვდებით და მაგას არა. გადახარშვა რაიმეში გამოიხატა? ხო, ანუ იცით რა არის, როგორ გაუბედე, იმიტომ რომ არ არის ეგ პიროვნება არ არის მიჩვეული უარს, ან დაუშვათ ვიღაცამ რაღაცა შეკადროს ან ასე შემდეგ და ამან გამოიწვია ის, რომ ის აგრესია და ის ზიზღი და ის რაღაცა ფსკერი, რომელიც მე ისინი ჩავიდნენ, მეტი არაფერი, ხვდებით? ანუ მაგათ ესმით სამწუხაროდ რა არის, ისიც მე კი არა. ღმერთი რო გაანკაცდეს და დედამიწაზე ჩამოვიდეს და უთხრას რომ არასწორად იქცევით და წდებითო ვერ გაიგებენ, იმიტომ რომ მათი გონება ესე არის, რაღაც ვიწრო დიაპაზონში მოხარშული და ესე ესმით რომ მხოლოდ ერთი კაცის ბრძანება არის მათთვის უყოყმანო შესასრულებელი და ჩემთვის ესე არ არის, არ ჩემთვის და ბევრი თანამშრომელია საბედნიეროდ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვისთვისაც ესე არ არის, უბრალოდ ის ადამიანები ახსენებდით, გაგაწყვეტინებთ ბოდიში შვილების ლიკვიდაციით მუქარასაც წასვლამდე. აი თან უნდა მკითხათ ეს გაგრძელდა წასვლის შემდეგაც, რაც გაასწარით ფაქტობრივად ელოდით მათ შორის საზღვარზე დაკავებასაც. ეს გაგრძელდა თუ არა მას შემდეგაც, რაც დატოვეთ ქვეყანა?
იცით რა საზღვარზე დაკავებას არ ველოდი, იმიტომ რომ არაფერი ჩემს მიმართ არ ქონდათ მიუხედავად იმისა, რომ დაიწყეს რაღაცების ქექვა და დაიწყეს რაღაცების ძებნა. ჩემს წინააღმდეგ ვერაფერს დღემდეც რო ეძებონ ვერაფერს ვერ იპოვიან, მე გაკეთებული გაფუჭებული ერთი საქმე არა მაქვს, რაც მივედი მაგ სისტემაში იმ დღიდან მოყოლებული ვცდილობდი, რომ რაღაცით გამეუმჯობესებინა, რაღაცა გამოკეთებინა. უბრალოდ სისტემას არ ჭირდება ხოლმე რეალური დანაშაული, რომ დევნა დაიწყოს ვინმეს მიმართ. გასაგებია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში აი მუქარაზე გვითხარით მეტი. ჩემს შემთხვევაში ალბათ საფუძველი ხონდათ, იმიტომ რომ რო დავეკავებინე მიზეზი რა უნდა ეთქვათ, სამსახურიდან რო წახვედი, მაგიტომ ანუ ვერ დამაკავებდნენ. თუმცა აეროპორტში შეიძლებოდა რომ დავეყოვნებინე და გავეჩერებინე, ეგ არსებობდა, ამიტომ მომიწია ძალიან რთული გზით წამოსვლა შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ მე ოთხივე ბილეთი ჯერ გერმანიის მიმართულებით ვიყიდე და მე გერმანიიდან მომიწია შეერთებული შტატების ბილეთის ყიდვა და დაემთხვა შობის პერიოდი და მოკლედ ცოტა რთული იყო ბილეთები არის შოვა მოკლედ აი ეს რთული ეტაპები მაგიტომ გავიარე რომ შესაძლოა რაღაცები ყოფილიყო თუმცა რა წამოვედი მშვიდობით ჩამოვედი იქიდან ჩემთან პირადად დარეკვით არავის არ დაურეკია არც მოუწე არც წერენ არც დამირეკავენ იქ შუამავლები ყავთ მაგათ შუამავლები და შუამავლებით შემოთვლები აქვს და ასე შემდეგ. პატარა ადამიანები არიან სამწუხაროდ, ეგენი არიან პატარა ადამიანები და ასე ვთქვათ ძლიერები და მაგრები ბჭყალებში როცა ნიღაბი უკეთიათ და უკან უზარმაზარი ძალაუფლება უდგათ თორე. კეთილი. ჩაში და ჩვეულებრივ ცხოვრებაში და გასაგებია პერსონალურად ზვიად ხარაზიშვილზე გადავიდეთ კედედეს ხელმძღვანელი რომელიც პრინციპში ჯერჯერობით არ ვიცი არც ერთი ეროვნული თუ სხვადასხვა სანქციის სია არ გამოსულა ზვიად ხარაზიშვილი რომ არ იყოს მასში აი როგორ რა შეგიძლიათ გითხრათ მასზე ვისი მფარველობის ქვეშ არის ის და ასევე სანქციებზეც საინტერესოა ისინი ქმნიან ასეთ შტაბეჭდილებას უილუზიას რომ აი საერთოდ არ ადარდებთ არ ანაღლებთ სანქციებს ამას ქმნიან ამ სანქციების იმიჯს ქმნიან და ეს იცით როგორ არის აი თუ დააკვირდებით ზოგად ჭრილში რაღაც სამ ეტაპად აქვს ეს მესიჯები დაყოფილი ანუ პარლამენტის დონეზე აღმასრულებელი ხელისუფლების პრემიერის და მინისტრების დონეზე და მეორე უკვე უწყებების დონეზე ესეთი განცხადებები აქვს ანუ ყველაფერს აუფასურებენ ანუ ხომ მოგისმენიათ ჩალის ფასი აქვს ამას არანაირი გავლენა არ აქვს მათ შორის შეერთებული შტატებში გაკეთებულ განცხადებაზე მათ შორის ევროპარლამენტში მათ შორის სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პრეზიდენტების განცხადებებზე ანუ ეს არის ერთგვარი ასე ვთქვათ იმ საინფორმაციო დეზინფორმაციის შემადგენელი ნაწილი რომლითაც ეგენი მოქმედებენ დაწერილი სცენარის შესაბამისად რეალურად სისტემის შიგნით ამ დროს არის ეს შიში მოქმედებს ეს შიში კი როგორ არ არის რა თქმა უნდა შიში რო არ იყოს და რო არ აწუხებდეთ ვაშინგტონში არ ირბენდნენ გიჟებივით და თქვენი სტუმარი ქადაგიძე საუბრობდა და მართლა მასე არის დარბიან ეძებენ გიჟივით იმ უწყების წარმომადგენლები რასაც წარმოადგენენ უწყების წარმომადგენლები არა მთავრობა დიახ მთავრობა ყველა ერთად დაქირავებულ ცდილობენ იურისტების და ლობისტების აყვანას და ყველანაირად ცდილობენ რომ ამ სანქციების პროცესი თავიდან აერიდონ რეალურად სხვანაირად მოქმედებენ და თავიანთ ამორჩევენს და იმედის მაყურებელს აბსოლუტურად სხვა ინფორმაციას აწვდიან. გამოვიდა იმედის დირექტორის ის არის ხო დამფუძნებლის რადიო თავისუფლებასთან. თუ გაუშვა იმედმა თავისი უფროსის ჩანაწერები, იმიტომ რომ არ აწყობ საზოგადოებას თავის ამორჩეველს უტიფრად ატყუებენ. ეს არის თორე შიში სანქციების შიში ძალიან მაღალი არის და ძალიან არ სიამოვნებო. უბრალოდ ამას ესე ქმნია, რომ სანქციები არაფერი არ არის, სამშობლოს გულისთვის ყველაფერზე წავათ და ბატონო ირაკლი ზვიად ხარაზიშვილზე გკითხათ თეონამ ვინ მფარველობს მას ამ კითხვას მივუმატებ მინისტრ გომელაურთან კავშირსაც რა კავშირი აქვს მას რეალურად გომელაურთან გედედე ეს არის რაღაც ავტონომიური უწყებაში რისი თქმა შეიძლება ამ თემაზე იცით როგორ არის ანუ მე რა ინფორმაციაც მაქვს ხარაზიშვილი და გომელაური არიან ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს მათ შორის
თვართები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან მოდიან ერთად. თვართები ალბათ ვალდიანი სამხედრო სამსახური გაიარეს იქ. ხარაზიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში ის პირველი პოლიტიკური ნაციონალების დროს ხო იყო და მე ხო გადმოპორტირდა აქ და დღეს ფას ეძახიან ნაციონალებს. და 2013 წლიდან ჩდება შინაგან საქმეთა სამინისტროში შიდა ქართლის სამმართველოს უფროსად. როცა უკვე ბატონი გომელაური იყო შინაგან საქმეთა მინისტრი თუ მინისტრის მოადგილე, ზუსტად არ მახსოვს და არც ვიცი ეგ დეტალები. და მაგ დღიდან მოყოლებული სადაც არის გომელაური, იქ არის ხარაზიშვილი. აბსოლუტური ძალაუფლებით და აბსოლუტური ლეგიტიმაციით. არ არსებობს საკითხი და არ არსებობს თემა, რომელიც ხარაზიშვილმა შეიძლება სამინისტროში არ გადაჭრას, ვერ გადაჭრას, ვინმე შეეწინააღმდეგოს, თორემ პირდაპირ ხაზი არის. ბევრჯერ მინისტრის მოადგილეების გვერდისავლითაც შეიძლება გააკეთოს და რით არის ანგარიშვალდებული, რითი არიან ანგარიშვალდებული ერთმანეთთან, ან გომელაური ხარაზიშვილთან. ამდენი წელია მოყვება სუსიდანაც ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო წლებშიც გომელაურმა წაიყვანა. კი, გომელაურმა წაიყვანა და თვითონ აქვს ხარაზიშვილის ნათქვამი, რომ სადაც ვახო იქნება, იქ ვიქნები მე და სადაც ვახო არ იქნება, იქ მე აღარ ვიქნები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რო გადავიდა, იქით გადაყვა, გადმოვიდა სამინისტროში და აქ საინტერესოა გადაყვალზე. ანუ მარტო თვითონ არ მიდის, რაღაც ამალა ყავს, რაღაც 30-დან 2 ახლა გაზარდა დაახლოებით ალბათ ეხოლება უფრო მეტი. და ეს ხალხი დააყავს და აქვს თავისი ავტონომია. ანუ არანაირი კანონმდებლობა, არანაირი ჩარჩოები, არანაირი აი აბსოლუტურად თვითონ როგორც უნდა, თვითონ როგორც თვლის საჭიროდ ისე უნდა გააკეთოს. ანუ შტატებს ისე ჭრის, ისე კერავს, ისე აწყობს, ისე აკეთებს, ესე უნდა. ანუ რამდენად სწორია, რამდენად გათვლილია გრძელვადიან პერსპექტივაზე, ან რა შედეგებს მოიტანს ეს, ან სახელმწიფო უსაფრთხოების ჯიშში, ან საბრძოლო მზადყოფნის ჯიშში. კი ბატონო. ესე უნდა და всё, მორჩა გათავდა. ბატონო ერგ დავაზუსტებ, თუ შეიძლება, აი გომელაურზე საუბრისას ამბობთ, რომ აი ჩემი კარიერა ივანიშვილის დაცვით არის დაწყებული, არც დასრულებული, ანუ ხარაზიშვილთან ნაცნობა ჯერ კიდევ ამ დროიდან მოდის, როცა გომელაური არის ივანიშვილის დაცვაში, თუ უფრო ადრე ისტორიაც აქვს, ხომ არ იცით ამაზე მეტი? მე რაც ვიცი, ივანიშვილთან გომელაურს ხარებამ გაუწია თავის დროზე რეკომენდაცია დაცვაში, რომ დაწყებულიყო ეწყო მუშაობა. და იქიდან მოდის მაგათი ურთიერთობა და იმიტომ აქვს აბსოლუტური ესეთი ძალაუფლება დღეს ბატონ ხარაზიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროში და იმიტომ არის ხელშეუხებელი. იმიტომ აკეთებს ამ ყველაფერს და იმიტომ არავინ ხმას არ სცემს და არავინ არც გასცემს ამ მთავრობის პირობებში, წარმოუდგენელი არის. ანუ იჭერენ ახალგაზრდებს გზის გადაკეტვის გამო ან რაღაცა პოლიციელის დაუმორჩილებლობის გამო და არც ერთი გამოძიება, რომელიმე ფაქტი გამოიწიეს, აი რომელიმე ერთი ფაქტი მაინც ფორმალურად გამოიწიეს, არც გამოიწიეს. ეს საინტერესო იყო, ანუ ხარაზიშვილმა მიიყვანა გომელაური ივანიშვილთან, ხომ? ახლა ვინ უფრო გავლენიანია ისე ივანიშვილის კარზე, ესეც ვერ გეტყვით ეს, ანუ ფეოდალიზმში, ზოგადად ფეოდალიზმის დამახასიათებელი თვისებები ის არის, რომ ძალიან ცვალებადი არის და თუმცა პირადი კომუნიკაცია მას აქვს დამოუკიდებლად ივანიშვილთან, ფიქრობთ თუ გომელაურის გავლით ხარაზიშვილს? პირადი დამოუკიდებლობა აქვს, პირადი კავშირები აქვს, უნებრივია, რა თქმა უნდა. ივანიშვილის ხელწერა არის ესეთი, რომ ინარჩუნებს, ანუ ივანიშვილი არავის არ ენდობა აბსოლუტურად. მათ შორის არც თავისი გუნდის წევრებს, ეს უცხო ხო არ არის, ახალი ხო არ არის. ანუ მას ესე აქვს, ესეთი მიდგომა აქვს, რომ არავის მიმართ ნდობა არ გააჩნია და ყოველთვის ცდილობს ვიღაცებით გადააზღვიოს რაღაც გარკვეული საკითხები და მათ შორის არ არის, რომ პირადად კონდეს ხარებასთანაც კავშირები და არა მარტო ხარებასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაკომპლექტებული არის ბიძინას ყოფილი დაცვის წევრები. 80% დღეს დეპარტამენტის დირექტორი და მოადგილეები ბიძინას ყოფილი დაცვის წევრები არიან. და არა მარტო ერთადერთი სადაც არ აყავთ ეს ხალხი მეთორწები თავდაცვის სამინისტროა, იმიტომ რომ იქ მოთხოვნები არის მაღალი კვალიფიკაციის და განათლების და სამწუხაროდ იქ ვერ იღებენ, თორემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სპეციალური დაცვის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიძინას დაცვის ყოფილი წევრებით არის დავსებული.
რიგი თანამშრომლებად არა, ყველაზე მინიმალური თანამდებობა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეობაა. როცა საუბრობ სისტემის გავლენებზე და სისტემაში გავლენიან ადამიანებზე, რამდენიმე ადამიანის გვარი გვახსენდება ხოლმე, მაგალითად ოთარ ფარცხელაძე ყოფილი პროკურორი, თქვენ შეგიძლიათ რაიმე თქვათ მისი გავლენების შესახებ რაღაც ეტაპამდე ან დღემდეც სანქცირებულების სია ფაქტობრივად დაიწყო მისით. მათ შორის მის გავლენებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციოზზე. არ ვიცი. წარმოდგენა არა მაქვს, მართლა არ ვიცი და ფარცხელაძესთან მიმართებაში მართლა ვერავის ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ტელევიზიით რაც ზოგადად ყველა საზოგადოება მის მაქვს მეც მოსვენები და ის ვიცი მეტი არაფერი არ ვიცი. რადგან სახელებზე და გვარებზე ვართ, მოდი თეიმურაზ კუპატაძეზე და ვაჟა სირაძეზეც გკითხავთ, ისინიც არიან ხოლმე გარედან თუ შიგნიდან სანქცირების სამიზნეები, რა შეგიძლიათ გითხრათ მათზე? ორივეს კარგად ვიცნობ, განსხვავებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისგან ორივე განათლებული პიროვნება არის. თან საკმაოდ განათლებული, მაგრამ იცით რა არის სისტემა დღეს ესე არის აწყობილი, რომ ამ ერთი კაცის ირგული გაერთიანდნენ და მიყვებიან სამარეში ბოლომდე. შეიძლება თვითონ ან ვაჟასაც ან თემურისაც რაღაცები საკითხები არის თვლიდნენ რომ არასწორია, მაგრამ უკვე ისე არიან ამ სისტემაში გარეულები და ისე აქვთ ეს ასე ვთქვათ, ჩაყოლილები არიან და მიყვებიან ბოლომდე გომელაურსაც და ივანიშვილსაც. გომელაური ივანიშვილს და დანარჩენი გომელაური იყოლებს სამინისტროში უკვე და ამათ ინარჩუნებენ. აი დღეს დილით ნახე ეხლაც ეს რაღაც მასკარადი დაჯილდოვების, ხო? კი, აუცილებელი არის. мотивациისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის პოლიციელების დაჯილდოვება, რიგითი თანამშრომლების დაჯილდოვება, რაღაცა მსგავსი აქტივობები აუცილებელი არის, მაგრამ ამის ფონზე, რაც საქართველოში ხდება, იმის ფონზე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუჩებში ხალხი ათრია და არც ერთი არათუ გამოვლენილი და იდენტიფიცირებული არც ერთი გამოძიებული საქმე არ აქვს დაწყებული, არც ერთი დაკითხვა არ აქვს გაკეთებული, გამოყავ დემონსტრაციულად გადასცემენ ჯილდოებს და ამით რასეუნებიან ირიბად. კი, ეგ ხალხი გაყვება დეპარტამენტის დირექტორები და დირექტორის მოადგილეები, მაგათ შემოსავლითაც და უზრუნველი ცხოვრებით გარანტირებული აქვთ, მაგრამ აი იმ ხალხზე არ ზრუნავენ და არ ფიქრობენ, ვინც იქ სისტემაში რჩება. ადრეც თქვი და ესე არის, მთავრობები შეიცვლება და სისტემაში თანამშრომლები დარჩებიან. წავლენ ეგენი, მუდმივი არ არიან. თემური წავა და ვაჟას წავა და შეიცვლება ვინმე სხვა მოვა ახალი, მაგრამ მათი თანამშრომლები, რიგითი თანამშრომლები ხო გააგრძელებენ მუშაობას. და ის ზიანი, რაც იმ თანამშრომლებს მიადგება და მიადგათ უკვე რეპუტაციული მაგაზე ესენი არ ზრუნავენ. რეპუტაციული ერთი და კონკრეტული ზარალი, რაც სანქციებისგან შეიძლება მიადგეთ, მათ არ აწუხებდათ? შეწუხებით ხო გითხარით, ყველას აწუხებთ, უბრალოდ ამას მომაღლა არ იწვია. როგორ არ აწუხებთ? ვერ იტყვიან. რა თქმა უნდა. შიში არის გამოც შეიძლება არ თქვან თუ კიდევ რაიმე სხვა მიზეზი? არა, ეს შიში კი არ არის, ეს არის დაწერილი სცენარი, რომ ყველაფერი გააუფასურონ. სანქციები გააუფასურონ, რატო იძახიან ამას, რომ სანქციებს არანაირი რა პრობლემაა. ჩალის ფასი აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციას, ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებას, მეგობარი აქტის და ესეთი მსხვილ რაღაცებს აუფასურებთ, ხდებით რომ დაუკარგონ, რომ არაფერს არ ნიშნავს და ნუ გეშინიათ, რავი, თქვენს თუ დასანქციებდით, ხდებით, რა პრობლემა არის რა? ეგ გადაიტანს, ეგ ხალხი მაგ სანქციებს გადაიტანს იმ ნაწილში, რომ მაგათ იმდენი აქვს, ასე ვთქვათ, ნაშოვნი, ჯერ ნახევარზე მეტი ხო დაუდეკლარირებელი აქვს და დანარჩენი სადაოდ გადამალული ღმერთმა იცის და იმ რიგითმა თანამშრომლებმა ეს სანქციები რომ შეეხოს განყოფილების უფროსებს, სამმართველოს უფროსებს, სამმართველოს უფროს მოადგილეებს, ამ ხალხმა რა უნდა ქნას? ამისთვის აკეთებენ, ამისთვის ქმნიან ამ ნარატივს, რომ სანქციები არაფერი არ არის და მე ეს რაღაცა მოძველ ბიჭო და რაღაცა მოკრიმინალო მიდგომებით, რომ ძმაო სამშობლოს გულისთვის უნდა ავიტანოთ, რავი, სიგიჟეებს აკეთებენ, წარმოუდგენელია.
კი ბატონო, აი მოკრიმინალო გარჩევებს მიესადაგება შემდეგი ჩვენი შეკითხვა აქვს თუ არა კრიზისი სისტემას. მედიის ფოკუსში იცით თქვენს ალბათ დრო ხდება ინფორმაცია ხარაზიშვილის და შინჯიკაშვილის დაპირისპირების შესახებ. ეს გაცილებით ადრე დაიწყო, პერიოდულად გვესმის ხოლმე, მათ შორის შეიარაღებული დაპირისპირებები. რა იცით ამ კონფლიქტის შესახებ, რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო მათ შორის, ჩვენ არ გვინახავს რეაქცია? მე რაც ვიცი, ის შემიძლია მოგკითხათ. ესე იგი, კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე, შინჯიკაშვილის და ხარაზიშვილის თანამშრომლები სხვადასხვა მაგიდასთან ისხდნენ, იქ დაიწყო კონფლიქტი, მერე გააშველეს და მერე გააგრძელდა უკვე და შინჯიკაშვილის ერთ-ერთმა ასე ვთქვათ, მეგობარმა ხარაზიშვილის თანამშრომელი სასტიკად სცემა. მიზეზი რა იყო ამ კონფლიქტის დაწყების მეტი დეტალი შეგიძლიათ გითხრათ? იცით როგორ მე რაც ვიცი ინფორმაცია, ანუ თვითონ კონფლიქტი დაიწყო შინჯიკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, ანუ მე სუფრები გაუერთიანებიათ ამათ, ანუ რო გაიგეს ეს ასე ვთქვათ ნაცნობობა და ახლობლობა აკავშირებდათ, სუფრა გააერთიანეს, გააგრძელეს იქ და ერთ-ერთ ადამიანს უთქვია, რომ ეს ხდება ანუ 2024 წლის მაისში რო აქციები იყო, იმის შემდგომი პერიოდი არის. და ნუ როგორ ექცევითო ახალგაზრდებსო რა, ანუ სწორად არ იქცევითო თუ რაღაც ესეთი აქვს ნათქვამი და ამან გამოიყვანა წყობილებიდან ეს ხარებას თანამშრომელი და იქ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება და მე იქ გააშველეს და ამას მოყვა უკვე ამ კონკრეტული თანამშრომლის სასტიკად ცემა. ამის მერე ხარებამ თავის ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს რესურსი გამოიყენა, წარმოიდგინეთ მანქანებში ჩასდნენ ველებამდე შეიარაღებულები და მარტყოფი სოფელი გადაკეტეს და ქუჩა სახე ეზებდნენ. ეს უკვე მედიის კადრებშიც არის ასახული კამერების იცით რა არის ანუ კარგი აი ჩახო ირაკლი ვერაფერს ვერ იზამს მათ ასეთი ტიპის მოქმედების შემდეგ ბოდიში კითხვა ვერ გავიგე. სისტემა უძლურია მათ წინაშე, ვერ აჩერებს ამ პროცესს. ანუ სისტემა უძლური არ არის, სისტემა ხელს უწყობს, რომ ესეთი მახინჯად ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც კონკრეტულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირებები უნდა დაიწყოს. ანუ გამოძიება უნდა ჩაატაროს, მოსამართლისგან განჩენება უნდა იყოს, რომ დააკავოს. წავიდეს და ანუ იმ კანონიერების ფარგლებში განახორციელოს მათ შორის სპეციალური ოპერაციებიც. ანუ აქ რა ხდება სისტემის თანამშრომლები მანქანებით შეიარაღებულად მიდიან, კეტავენ ქუჩებს, კეტავენ სოფლებს, ეძებენ, რომ ეპოვათ, შეიძლება ადგილზე დაეხვიდათ. ანუ თუ რაღაც მოხდა, ანუ იცით როგორ არის, ანუ არ ვიცი ამას რა შეიძლება ზოგადად უწოდოთ, ან რა შეიძლება დავარქვათ. ეს წარმოუდგენელი, ეს შეიძლება კადიროვის არ აკეთებდეს მსგავს რაღაცას, რასაც ესენი აკეთებდა. ხდებით, ანუ თუ რაღაც მოხდა და კონფლიქტი მოხდა, ის კონფლიქტი შეიძლება რაღაცა საკითხით გადაიჭრას, მოგვარდეს, ავიცი, ისაუბრონ, არ უნდა საუბარი და დაუშვათ, თან ფორმა აცვიათ, ხდებით და თან ქურდულად და ქუჩურად უნდათ. როცა ქუჩურში და ქურდულში იჭედებიან, მერე უკვე ფორმით ელაპარაკებიან. ანუ აი წარმოუდგენელი ალღა თუ ეპიზოდი ქონდა ამ დაპირისპირებას, ბოლოს საარჩევნოდ დაზავდნენ, არჩევნებმა შეარიგა თუ რა? კი, საარჩევნოდ შინჯიკაშვილი ჩამოვიდა და როგორც ვიცი, ორივე სამშობლოს ჭირდებოდა და ასე ვთქვათ დააზავეს ეგრე. მაგრამ ამის შემდეგ კიდე გაგრძელდა, ხო? კი, ხო, აღარ ვიცი, მე კი ბატონო. კი, მე სადღაც მოუკარიკური, ანუ რომ კიდე ყოფილა რაღაცა ასე ვთქვათ დაპირისპირება, მაგრამ არ ვიცი, ხდებით, ანუ სამწუხაროდ არ ვიცი და არც მით უფრო აქ ჩამოვედი, საერთოდ ვერ ვადევნებ თვალს, ასე ვთქვათ, ქართულ მედია სივრცეში მიმდინარე მოვლენებს, იმიტომ რომ დროში იმდენად აცდენა არის, რომ კეთილი, მოკლედ კითხავთ პროკურატურაზე, ხა შინაგან საქმეთა სამინისტროს ალვან ვერტიკალზე ვსაუბრობდით, სანქციების ფოკუსში ძირითადად არიან ისინი, პროკურატურის როლი როგორია პროცესში და როგორ ახერხებს ეს უწყება ჯერჯერობით მაინც იყოს სანქციებს მიღმა, მაშინ როცა სასამართლოს სისტემაც არის ფოკუსში. აქ მოქმედ ჩინოსნების სანქცირებას გულისხმობ და არა ფარცხალაძეს ვთქვათ, ვინც უკვე ვახსენებთ. პროკურატურა იცით რა არის?
აი დღეს ძალოვან სტრუქტურაში თუ კი სადმე რამე ძალოვანი სტრუქტურა არის ყველაზე ინტელექტუალური რესურსი არის აკუმულირებული პროკურატურაში და წარმოუდგენლად მიმაჩნია რომ იქ რაც მასიურად ამათ ქმედებებს და ამათ დამოკიდებულებებს აправებდნენ პროკურატურა დღეს ყავთ ასე ვთქვათ ყველაზე დიდი როლს დღეს პროკურატურა ასრულებს ანაწილში იცით რომ აი მაგალითად აქციების მიმდინარეობის პროცესში ხო ყავთ დაკავებული და ამ ბიჭებს უწევთ ანუ ამ პროკურორებს ბიჭებს და გოგოებს უწევთ შექმნან მითები რომ გაამართლონ და გააправონ სასამართლოზე ამათი დაკავება იმიტომ რომ ამათ შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი მტკიცებულებები არა არანაირი მტკიცებულებებს არ ქმნიან ვერ ქმნიან იმიტომ რომ ანუ იმდენად ამ ნაწილში უცოდინარ ადამიანებს აქვთ ეს მართვის სადავეები ჩართული რომ ანუ არ იციან რა გააკეთეს აი რო დააკავეს ადამიანი მოყავთ ვიღაც ჩვეულებრივი პატრულ ინსპექტორი და იმისი ჩვენების საფუძველზე ცდილობენ რომ გაუშვან ციხეში როცა შეუძლიათ ანუ დებულები შიდა მინისტრის ბრძანებები GoPro-ები აქვს მაგალითად GDD-ს რომელიც არ იყენებს რატო არ იყენებს იმიტომ არ იყენებს რომ განა იმიტომ რომ დაკავების პროცესებისთვის გამოიყენოს მე ეს მათ წინააღმდეგ რო არ მოითხოვს დაუშვათ რომელიღაც საგამოძიებო უწყო აბა ჩანაწერები ამოიღო ესმის ჩვენი თუ აძლევენ პროკურატურას და პროკურატურას თქვენი სიგნალი კი ბატონო დაბრუნდა ესმის და პროკურატურა ზის და ცდილობს მე რომ შექმნას რაღაცა გამოიყვანოს რაღაცა დანაშაული გამოკვეთოს და ამას ელოდებოდა შოთაძე როგორ გონიათ დამაჯერებელი იყო ან ინფორმაცია ხომ არ გაქვთ რატომ წავიდა ის სისტემიდან არ ვიცი ინფორმაცია არ მაქვს მაგრამ არაუდის დონეზე სამწუხაროდ ისევ გაწყდა ხმა ირაკლი შაიშმელაშვილის ალბათ თავიდანაც დავუკავშირდებით და უკეთესი კავშირით დავუბრუნდებით და საუბარს განვაგრძობთ მზია მაღლობელის საქმით მისი შიმშილობით ამ საქმეში ფიგურირებს ორი პოლიციელი გრიგოლ ბესელი ირაკლი გებუაძე ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართანაც რომელიც იმედია მალე დაგვიბრუნდება მანამდე მოკლედ შევაჯამოთ რა გავიგეთ ამ დრომდე საინტერესო იყო ზვიეთ ხარაზიშვილის და გომელაურის ეპიზოდი სადაც ის ამბობდა რომ თავის დროზე ხარაზიშვილმა გაუწია რეკომენდაცია ივანიშვილის პირად დაცვაში გომელაურს როგორც ჩანს აქედან ხაზია უკვე ბატონო კი ბატონო დაასრულეთ შოთაძეზე ამბობდით და შემდეგ უკვე გვინდა რომ გკითხოთ სხვა პოლიცია ხო ანუ არ ვიცი შოთაძეს მართლა არ ვიცი უბრალოდ მე როგორც ინდივიდი შემიძლია ვივარაუდო რომ უბრალოდ შოთაძემ არ მოაწერა ხელი ან არ გაყვა ამათ იმ ქმედებებში რა ქმედებებსაც ესენი აკეთებენ მეტი არაფერი არ შემიძლია თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ამ სანქციების პროცესი შეუქცევადი იქნება და ეს იქნება თუ ხვალე პროკურატურასაც შეეხება ძალიან ძიმედ და ძალიან ცუდად სანქციები. კი ბატონო. ბატონო ირაკლი ჩვენი ყურადღების ფოკუსში არის მზია მაღლობელის საქმე, მისი შიმშილობა, ამ საქმეში ფიგურირებს ორი პოლიციელი, ეს არის ირაკლი გებუაძე და გრიგოლ ბესელია. რამდენად დიდია მათი გავლენა, ვინ არის სისტემაში მათი მფარველი, რა შეგიძლიათ გითხრათ მათ შესახებ? მათი გავლენა და მათი მფარველებიზე არ ვიცი, გრიგოლს ძალიან კარგად ვიცნობ, ვარდი საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი როგორ იმ დღიდან მოყოლებული, მაგრამ მზია მაღლობელის შემთხვევა არის აი შეხედეთ როგორი სიტუაცია არის. თუ არ მე არ ვიცი უბრალოდ ვერ ვუყურებ, ალბათ 353 პრიმატი გაუშვებენ ეგენი სისხლის სამართლის კოდექსით და ამით შექმნიან პრეცედენტს და აუცილებლად გაუშვებენ, ანუ ისინი უკან არ დაიხევენ. და ამით ეტყვიან დანარჩენ მედიას საშუალებებს, ანუ არა პირდაპირად, ანუ აქ არ არის ანუ დანაშაულის გამოდაკავებული. კი, ანუ ცალსახად, იცით რა არის, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელზე შეურაცხყოფა, პოლიციელის მიმართ ასე შემდეგ არავინ, ანუ ყველა გმობს და ცალსახად მიუღებელი არის და ამას არაზრს არავინ არ გაამართლებს, მაგრამ აქ საკითხი არის კონკრეტულ ფაქტზე რა მოხდა და რა მზია მაღლობელი მიუვარდა პოლიციელებს სამსახურებრივი ამოცანის შესრულების დროს და მაშინ მიაყენა შეურაცხყოფა ანუ როგორ შეიძლება ეს ქალბატონი და ეს სიტუაცია შევადაროთ მთელ რიგ იმ ხო თუმცა საუბარი იმაზე როცა პოლიციელები თავად მკაფიოდ არღვევდნენ ადამიანის უფლებებს ხო მაგას ვიძახი ხდებით ანუ აქ იცით რა არის ანუ აღიზიანებთ
ანუ არიან პიროვნებები, რომლებიც მთავრობას ან მთავრობის აფილირებული რომელიღაცა წევრებს აღიზიანებენ და ეს ადამიანები უნდა განეიტრალდნენ. დებით ანუ ეს ერთი აღმოჩნდა მაგ შემთხვევაში ბათუმში ქალბატონ ეზეა. და ანუ რა გახდა, ანუ თუნდაც იმის რომ ან გირაოს სახით გამოეშვა, ანუ ესეთი რა დანაშაული მიუძღვის, ესეთი როგორი კრიმინალი არის, რომ ადამიანი, რომელიც 10 წლეულები იბრძვის ქართული მედია სივრცისთვის და დაიცვას, მათ შორის იმ პოლიციელების, ვინც იქ განა უმრავლესობა ალბათ ბავშვები იყვნენ. ისეა რომ გარეთ ქუჩაში გადიოდათ და მათი მშობლების ხმას იცავდა. ბესელიაზე თქვით რომ იცნობთ, შეგიძლიათ გითხრათ გრიგოლ ბესელიაზე? იცით როგორ შეკერავენ ახლა სამინისტროში ამას, რომ ეს რაღაც ახალი ტრენდი აქვს, 1000 ჯგუფები აქვს შექმნილი. მე არ მაქვს უბრალოდ ეს აპლიკაცია TikTok-ი და TikTok-ზე აქვს კიდე რაღაცა უამრავი ჯგუფები და მოკლედ შექმნიან ახლა აქ ნარატივს, რომ აი პოლიციელი გმირია და პოლიციელის გმირი საზოგადოებამ უწოდა თავისი ქმედებებით, რასაც პოლიციელი აკეთებს საზოგადოებისთვის და პოლიციელის გმირი არ უწოდებია დაუშვათ ვიღაცა მთავრობის წევრებს. ანუ ეს ძალიან დიდი განსხვავება არის. და დღეს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს ყვალე შეიძლება სხვისი სიცოცხლის ინტერნეტის ხარვეზია, დაბრუნდება კვლავ სტუმარი გრიგოლ ბესელი, ირაკლი დგებუაძე, მათ შორის ნათესაურ კავშირზეც წერდნენ გამომძიებელი ჟურნალისტები და ჩვენ ვსაუბრობთ ზოგად სურათზე ამ შემთხვევაში სისტემაზე, სადაც როგორც ჩანს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი დამოკიდებულება იქცა ერთგვარ პრაქტიკად, კონკრეტულად ირაკლი დგებუაძის შემთხვევაში იყო არაერთი საქმე ბათუმელებმა შეკრიბა ბოლოს ისევ ყველა ერთად, სადაც მის მიერ დაკავებული ადამიანები ერთი და იმავე ტაქტიკას აღწერდნენ, როგორ აკენებდა ის შეურაცხყოფას ადამიანებს. დაგვიბრუნდა სტუმარი ბატონო ირაკლი, ჩვენ საუბრობდით აი ღირსების შემლახავ დამამცირებელ მოპყრობაზე, რასაც საუბრობს პრაქტიკულად ყველა დაკავებული ბოლო დღეების იზოლატორებში ან მანამდე წამების მანქანებში, სადაც ვიდეო თვალის ყურადღება არ არის კონცენტრირებული, ასე შემდეგ. როდის შეიცვალა ეს დამოკიდებულება, ან როდის დაიწყო დაკავებულების მიმართ აი ესეთი ღირსების შემლაყავი მოპყრობა იზოლატორებში, თუ სულ ასე იყო და უხილავი იყო გარეთ თვალისთვის ეს პრაქტიკა? იზოლატორებში არ ვიცი, ვერ გეტყვით რა ხდებოდა მანამდე, ან ეხლა რა ხდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ 2019 წლიდან, რაც უშუალოდ შეხება მქონდა ამ მასშტაბურ საპროტესტო აქციებთან და მათ შორის დაკავებულებთან, არასოდეს, ანუ დაკავებულების, არასოდეს არ ყოფილა ერთი ფაქტი, მე არ შემხედრია და მე მგონი ეს რო ყოფილიყო, ამას ძალიან დიდი რეაქცია მოყვებოდა საზოგადოებაში, რომ დაკავებულები ვინმეს ეცემოს, ან დაკავებულების მიმართ ვინმეს, ანუ შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში ყოველთვის მოხდეს გადაცდომები, მაგრამ სისტემური ხასიათი ამას არ ქონია. ეს ეხლა მიიღეს, იმიტომ რომ თავრობა არის აგონიაში და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ახლა როდის რუსული კანონის მეორე ჩემოტანის შემდეგ, რუსული კანონის პირველად ჩემოტანის შემდეგ. დიახ. 2023 წლიდან, იმიტომ რომ მაშინ მოუწიათ უკან დახევა, ძალიან გაბრაზდნენ მაგაზე და ამაზე სხვათა შორის წინა საარჩევნო ბატონმა იღონიშვილმა იმეც რომ მისცა ინტერვიუ, აი იქ იკითხება ძალიან კარგად, რომ ჩვენ ამისთვის არ ვიყავით მზად. და ანუ ამასთვის რომ მზად არ ვიყავით, ეს იგულისხმება, რომ მე ესე იგი გაიზარდა არანორმალური რაოდენობით სასტატო ერთეულები გედერში და ანუ ის ასე ვთქვათ სივრცეები შეიქმნა, რომ ჩვენ რასაც ვიტყვი, ყველაფერი უნდა გავიტანოთ და ჩვენ სიტყვას ვერავინ ვერ უნდა შეეწინააღმდეგოს. ვინც ამას დააპროტესტებს, ყველას უნდა იქნება გამოყენებული ესეთი მოდელები ინსტრუმენტი. კეთილი, რამდენიმე თემა კიდევ მოვასწროთ. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ საინტერესო ინფორმაციას უყვებოდით მედიას 5 ივლისზე. ამჯერად კიდევ ერთი თარიღის შესახებ გვინდა კითხოს, ეს 20 ივნისია, რადგან ეს დღე მიგვაჩნია ერთგვარ საწყის წერტილად ანტირუსული აქციების დარბევის. რა მოხდა 20 ივნისს თქვენი აღქმით? ისევე როგორც 28 ნოემბერს ყობახიძის გაკეთებულ განცხადებას, რასაც მოყვა ხელა ასე ვთქვათ, ამბავი იგივე მოხდა 20 ივნისს, ხო, ანუ
პოლიტიკურად არასწორმა ქმედებამ, განცხადებამ და ნაბიჯმამ გამოიწვია საზოგადოების გულწრფელი პროტესტი. და საზოგადოება გულწრფელად შეიკრიბა და სამართლიანად შეიკრიბა იმის გასაპროტესტებლად, რაც იმ დღეს პარლამენტში იკადრეს, მაშინ და რაც მოხდა ვიღაც გავრილოვის სახით, ხო? ტაქტიკურ დონეზე რაც შეეხება, მე შემიძლია ვისაუბრო რა, მე სადაც ვიყავი და რასთანაც მქონდა შეხება, ხდებით? ტაქტიკურ დონეზე რომ დაშვებული იქნა შეცდომები, ამ შეცდომებს მაშინ ყველა მაგიარა მაშინდელმა ხელმძღვანელობას და მაგის მერეც არავის არ უწევდა და არავის ასე ვთქვათ ამათავით უტიფრად არ გაუპრავებიათ, ხდებით? ტაქტიკური შეცდომა რა იყო, იცით, დაშვებული, რომ პარლამენტის ეზოში იყო ძალიან დიდი რაოდენობით პოლიცია მობილიზებული. და ვერ შეძლო მაშინ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა, აი რასაც დღეს თქვენ უყურებთ, კოლოფს რასაც ვეძახით, იმ კოლოფის ფორმირება. შესაბამისად, მთელი ის ძალები და ნახეთ როგორ იყო, პირდაპირ იყო, ცდელობა იყო პარლამენტში შეჭრაზე. და ამაზე მე თავის დროზე თვითონ მელი ამას თქვა, რომ კი ჩვენი თვითმიზანი პარლამენტში შესვლა იყო. ცდელობა იყო, რომ პარლამენტში შეეღწიათ გარკვეულ ჯგუფებს. შესაბამისად, ეხლა დღეს რო არის ბარიერები პარლამენტთან, ეგ ბარიერები არ არსებობდა და ცოცხალი ძალით იყო დაკეტილი პარლამენტის ცენტრალური შესასვლელი. შესაბამისად, ძალიან დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა გახდა საჭირო, რომ იქ ის შესასვლელი დაკეტილიყო. და უამრავი პოლიციელი გაიტაცეს, ფარები წაართვეს, დუბინკები წაართვეს, იყო ამ პოლიციელის ფარები და დუბინკებით ისევ პოლიციელებზე შეტევა და გაიცა ბრძანება, რომ გამოყენებულიყო გაზი. აი ეს იყო ტაქტიკური შეცდომა, რაც იმ დღეს მოხდა. და მე ამაზე თქვენ გასრულებინებთ, უბრალოდ უნდა ვთქვა ეს თქვენი აღქმა, რაც ემთხვევა ოფიციალურ ვერსიას, იქ ყოფილი ჟურნალისტების აღქმა იყო სრულიად საპირისპირო, როცა ამბობთ, ვინც იღებდა და ვინც კადრებს უშუალოდ აჩვენებდა პირდაპირ ეთერში და ამ აქციის მონაწილეების ეს პარლამენტის შტურმის ნაწილზე გითხარით. თუმცა გაძლევთ საშუალებას, რომ თქვათ თქვენი ვერსია. პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. მოქალაქეები ცდილობდნენ უკვე ბოლოს 12 საათისკენ უკვე იყო მცდელობა, რომ პარლამენტში შეჭრილიყვნენ. ეს პოლიციელების ჩანაცვლება ვეღარ ხდებოდა, რესურსი, პოლიციელების ფიზიკური რესურსი იწურებოდა, აღარ იყო შესაბამისი რაოდენობა, რომ გადასროლილიყო თავისუფლების მოედანზე და კოლოფს გაეწმინდა სტანდარტული წესით რუსთაველი და დაიწყო გაზის გამოყენებით დაშლა ამ აქციის. ამან გამოიწვია საზოგადოებაში ძალიან დიდი აგრესია და იმის მაგივრად რომ დაშლილიყო უკან, ესე იგი რაღაცა პერიოდით დაიშალა რაღაცა მომენტში და ისევ წამოვიდა ასე ვთქვათ ცალკეული ჯგუფები და დაიწყეს უკვე ქვებით, ბოთლებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტაქტიკურ დონეზე და ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების დონეზე იყო დაშვებული შეცდომები და ამას იმ დროს ხო ნახეთ რა არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი და შეცდომები რო იქნა დაშვებული, ამას მე მოყვა ერთი კვირის განმავლობაში განხილვები. იმ დღის ამბებს ალბათ მომავალში უფრო მეტად მოხვება მეტი სინათლე. სად მოხვა განხილვები თქვენ აქ გულისხმობთ შიგნით შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ მაშინ პროკურატურის დაწყებულ გამოძიებას? პროკურატურამ ცალკე დაიწყო გამოძიება, მათ შორის მეც დამკითხა პროკურატურამ და ძალიან ბევრი ადამიანი გამოკითხა. უფლებამოსილება შეუჩერეს მაშინდელ დირექტორს და დაახლოებით თუ არ ვთქვი 15 თუ 20-მდე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, აგრეთვე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ დაიწყო გამოძიება და როგორ დაიწყო, როგორ მოხდა? განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ დანომრილები, ნუმერაცია არსებობდა, რაც დღეს ამათმა დაარქვეს. არსებობდა, ადვილად მოხდა იდენტიფიცირება კონკრეტული დამრღბები სამართალდამცველების, ხო და ყველას მიმართ თუ არ მოხდა რა ის, იქ ვინყაცამ ვინც გადასტომა ჩაიდინა, ყველას მიმართ დადგა თავისწინი პასუხისმგებლობა. და ამას მე მოყვა განხილვები, მაგალითად იმაში შუშებიანი შენობა რო არის რამიშვილზე საპატრულოს, იქ ბრიფინგების ოთახში იყო, ამის შიდა განხილვები იყო დეპარტამენტის დონეზე და მე ესწრებოდა ამ განხილვებს კონკრეტული პასუხისმგებელი პირები თუ ვინ გვარების თქმა შეგძლიათ? იმაში რამიშვილზე გახარიან ჩაატარა პირადად ბრიფინგი და გახარიანს განხილვები იყო და შემიძლიათ გითხრათ, რომ ერთ-ერთი ძალიან მძიმე შემთხვევა იყო
ჩვენთვის და თითოეული თანამშრომლისთვის, იმიტომ რომ იცით რა არის. ეწრებოდით უშუალოდ მაინც დავაზუსტებ, როცა გახარი ატარებდა ამ ბრიფინგს. თუ თქვათ სხვის მონათხრობს ყვებით, თუ იყავით მაგ ბრიფინგს მაგ დირექტორები და მოადგილეები იყვნენ. მე უკვე შიდა დეპარტამენტის დონეზე განხილვას ვესწრებოდი, მაგრამ მე ვიცი იქ რა საუბრებიც იყო, ანუ რაზეც იყო, იმიტომ რომ ნახეთ, გახარია იქნება თუ ნებისმიერი, ხო, ანუ ესენი არიან პოლიტიკური ფიგურები, ამათმა ტაქტიკურ დონეზე არ იციან რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს. ესენი რომ ნიშნავენ დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, ხო, ისევე როგორც აი დღეს როგორც არის ხარება, ეგ იღებს გადაწყვეტილებას უშუალოდ, როდესაც უკვე მაშინ ვინ იყო პასუხისმგებელი? მაშინ ვინ იღებდა გადაწყვეტილებას? გიორგი ყაყიჩაშვილი იყო მაშინ დეპარტამენტის დირექტორი. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი. თქვენ შიდა ქართლის სამმართველოს წარმოადგენთ მაშინ ხომ? არ მე ვიყავი შიდა ქართლის სამმართველოს უფროს მოადგილე იმ პერიოდში, დიახ. კი. თქვენ უშუალოდ რა ბრძანება გქონდათ ვისგან მიიღეთ? თქვენ როგორ მოხვდით პარლამენტთან ესეც ვკითხავთ? ბრძანება მე უშუალოდ გიორგ დირექტორისგან მივიღე და ჩემი ძირითადი ამოცანა მე იქით ცენტრალურ შესასვლელთან ვიყავი მე ჩემი ქვედანაყოფით განლაგებული და დირექტორი გასცემდა ამ ბრძანებას. ამაზე კითხვებიც იყო, ვიცით რა არის, ანუ ადგილზე გახარიას მე აი კიდევ ერთხელ ვიძახი, ანუ მე გახარიას დამცველად ვერ გამოვდგები და არც უნდა ვიყო, მაგრამ გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუწია. ხო, აი მაშინ ვინეს რჩება მთავარ კითხვად, თქვენც იცით, აი რომ აღვადგინოთ მეტნაკლებად თქვენი აღქმით, რა თქმა უნდა, იმ დღევანდელი სურათი, რადგან სამომავლოდ ალბათ კიდევ ახალი გამოძიება ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. აი თქვენი აღქმით, ან თქვენი ინფორმაციით იმ დღეს ვინ გასცა დარბევის შესახებ პირველი ბრძანება, აქციის დაშლის შესახებ, თუ როგორც იყო ზეპირი ბრძანება. შეხედეთ, ანუ ადგილზე ოპერაციას მონიზებას მართავდა კახა საბანაძე, რომელიც იყო იმ პერიოდში მინისტრის პირველი მოადგილე. დიახ. რაც შეეხება დეპარტამენტს მართავდა გიორგი ყაყიჩაშვილი იყო დირექტორი. მე უშუალოდ და ჩემი კოლეგები და დანარჩენები ვიღებდით გიორგისგან ბრძანებებს რადიოსადგურის საშუალებით, შემოდიოდა ბრძანებები. რაც შეეხება ანუ აქ არის საუბარი ყველას ეს აინტერესებს რეზინის ტყვიები. რეზინის ტყვიებზე ბრძანება არ გაცემულა, სასახად შემიძლია რა გიდასტუროთ. არც რადიოსადგურში, არც სიტყვიერად ბრძანება გაიცა მხოლოდ გაზის გამოყენებით. ანუ თვით ინიციატივა იყო ამას ამბობთ. გაზის გასროლი. შეიძლებოდა ეს გადაწყვეტილება თვით ინიციატივა იყო თუ აი რატომ დაიწყეს ადგილზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება ბრძანების გარეშე იყოს გაცემული თუ გვერდისავლით მოხდა ოფიციალური პირების. იცით როგორ არის, ანუ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ვერსიებზე, ხდებით და ოღონდ ამას მტკიცებით ფორმას ვერ მივცემთ, წარმოუდგენელია. ზოგადად ის, რომ პოლიციელების მიმართ ძალიან დიდი წნეხი იყო იმ დროს აქციის მონაწილეების მხრიდან, ეს უდავო არის. შესაძლოა რომელიმე მამას ვერ გაუძლო და დაიწყო დამოუკიდებლად ამის გაკეთება და გასროლა, ხდებით და მე უკვე დომინოს პრინციპით მიყვა. ან მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ ვიღაცამ მიზანმიმართულად გააკეთა ეს და მიზანმიმართულად იყო მცდელობა, რომ აი იქ დაწყებულიყო რეზინის ტყვიები. უბრალოდ ეს არის ვარაუდები, რომელსაც ვერავინ ვერ დაამტკიცებს. თუმცა ის, რომ დაუშვათ გაიცა ბრძანება და გამიზნებით ესროლეთ, ხდებით და მიზანმიმართულად ყოფილიყო. ესეთი რამე იქ არ ყოფილა. აკა ეგრეთ წოდებულ დათვის ტყვიებსაც გულისხმობთ. ეს სულთან აქვთ, ანუ თუ მაგალითად ინდივიდუალურად ვიღაცამ გადაწყვიტა, ეს მას თან ჰქონდა და ასე შეეძლო მას ამის გამოყენება. მოდით იცით რა, მოდით ერთხელ და საბოლოოდ ამ ყველაფერს ავი წერტილი დაუსვათ და ამოუწუროთ ეს დათვის ტყვიების საკითხი. ეს დათვის ტყვიები არანაირი დათვის ტყვიები არ არსებობს ბუნებაში. ეს არის სპეციალური საშუალებები, ჩვეულებრივი და ეს პატარა ეგრეთ წოდებული ყვითელი რაკეტა, რომელსაც ამხელად დაზიანებები მიიღო მაშინ მოქალაქეებმა, იდეაში ეს არის კაუჩუკის მასალისგან დამზადებული. და ამ მასალას, ანუ ამ ტყვიას აქვს უბრალოდ შეკავების ეფექტი. ანუ ადამიანს რომ მოხდეს, ნუ თვალშიც რომ მოხდა და თავის არეში ბუნებრივია შეიძლება დაზიანება გამოიწვიოს, მაგრამ არის ჩვეულებრივი რბილი კაუჩუკი. ესენი მერე აღმოვაჩინეთ ჩვენ, როცა ანუ ეს 20 ივნისით მოხდა, რომ ეს ტყვიები იყო შესყიდული 2011 წელს და 2011 წლიდან 2019 წლამდე ეს ვაზნები არ გამოყენებულა და არც არავინ არ იცოდა ამ ვაზნების ეფექტის შესახებ რა ნაწილში, ანუ ვაზნები გახმა. ანუ ეს დრეკადობის ეფექტი, კაუჩუკის ეფექტი დაიკარგა
რა საინტერესო დროს გაიჭედა ის. უნდა დავაბრუნოთ. ძალიან საინტერესო იყო ეს ეპიზოდი. ანუ ტყვიები, რომლებიც იყო ნაყიდი 2011 წელს, 2019 წელს გამოიყენეს, იქამდე არ გამოუყენებიათ და როგორც შაიშმელაშვილი ამბობდა, ანუ შენახვის ვადების დარღვევის გამო, ვადები და პირობები გახმაო, ასე თქვა. აი გავაგრძელოთ თუ შეიძლება ეს ნაწილი, ანუ გადაემართა ტყვიას. ვადების და პირობების დარღვევის შედეგი იყო, ამბობთ, კაუჩუკის პლასმასა თუ ის კაუჩუკის ვაზნა, რომელსაც უნდა განახორციელებინა შეკავების ეფექტი, აღმოჩნდა ლეტალური და გამოიწვია ის კატასტროფული შედეგები, რაც მივიღეთ. გარდა იმისა, რომ ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, თქვენი ჟურნალისტი იყო ბაღა თამარი პროფესორი და უამრავი ადამიანი, ხო, ანუ ეს ვაზნები, როგორც კი მე ეს მოხდა, მთლიანად ამოვიღეთ საერთოდ შეიარაღებიდან, ანუ მთლიანად იქნა ამოღებული, მაგრამ ის მძიმე შედეგი უკვე მომხდარი იყო და ამას ვეღარ გავეცეო. ბატონო ირაკლი, ვინ იყო ამის შენახვაზე პასუხისმგებელი, ვის უნდა შეემოწმებინა შემდეგ? ანუ ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, იცით, განა, იმიტომ რომ ვიღაცის პასუხისმგებლობის საკითხის გადაფარვა ვცდილობ, ანუ ინსტიტუციურად ძალიან ანუ რთული არის, ანუ რთული პროცესი არის, ანუ ვინ უნდა გააკეთოს. მაინც ხომ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა ის იყო შინაგან საქმეთა არა, მე იცით რა არის, მინისტრი არის, იცით რა არის, გიორგი გახარიამ რატო უნდა იცოდეს დაუშვათ რომელიღაცა სამართლოში, რომელიღაცა საწყობში შენახვის პირობები არსებობს თუ არ არსებობს, როცა გიორგი გახარიასა და კონკრეტულ საცავის უფროსამდე დაახლოებით 21 შუამავალი რგოლი არის. ანუ დანარჩენი რგოლი რასაკეთებს? ამ დანარჩენი ადამიანები რატო უნდა იცოდეს მინისტრმა სიტყვაზე გაზის გამოყენება პარლამენტის შენობიდან რო არ შეიძლება და გაზი უნდა გამოიყენო დაუშვათ რუსთაველის გამზირიდან. ეს არის სუფთა ტაქტიკული და ასე თქვა სპეციალიზირებული საკითხები, რომელიც უნდა თვითონ თანამშრომლებმა უნდა განახორციელონ, გააკონტროლონ, გააკეთონ. იმიტომ არსებობს ის თანამშრომლები, იმიტომ ყავს, რომ მიაწოდოს რეკომენდაცია უთხრას რჩევა. აი დღეს მაგალითად მაშინ არსებობდა ანუ მინისტრი იმისი რა ქვია მაგ დროს ხო ანუ მართლა გისმენდნენ და თვისობრივად შეიცვალა მასების მართვის ტაქტიკა. ანუ მაშინ დაევალა ბოდიში თამსილობ მოვასწროთ დროს ვუყურებ. კახა საბანაძის ეპიზოდზე მინდა დაგაბრუნოთ, ახსენეთ ის როგორც ერთ-ერთი ადგილზე გადაწყვეტილებების მიმღები, ბრძანების გამცემი ადამიანი, სხვათა შორის გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდში ის აღარ არის, ესეც საინტერესო დეტალია, რა ტიპის პასუხისმგებლობა იყო მან სისტემიდან წავიდა. რა საჩვენებს ეს, ან როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაეკისრა უფრო მეტად პასუხისმგებლობა მას? კონკრეტულად ოცივნისთან რატომ არ დაკავშირდა მისი პასუხისმგებლობის საკითხი? ხო, არ ვიცით, იცით რა არის, ამაზე მე ვერ გავცემ პასუხს, იმიტომ რატო დაუშვათ კახას, რატო არ დაკითხეს, ან რატო არ გამოკითხეს, ან თუ გამოკითხეს, ამაზე რეაგირება რატო არ მოხდა. მე მესმის სწორად ესე. მე და რავი, ყველას ალბათ საქართველოში ვისაც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი აღელვებს, ესე ესმის, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ისეთი სახელმწიფო სისტემა და ისეთი ინსტიტუცია, სადაც დაცული იქნებიან, როგორც პოლიციელები, დაცული იქნებიან მოქალაქეები. და თუ კი სადმე ვიღაცას ექნება გარკვეული გადაცდომები, უნდა მოხდეს ამისი დაიდენტიფიცირება და შესაბამისად სამართლებრივად სასამართლოზე მთელი მტკიცებულებები თავის მხრივ იმ ადამიანსაც უნდა მიეცეს თავის დაცვის საშუალება და უნდა მოხდეს ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა ამ კუთხით. და არა ისე, როგორც დღეს ხდება, რომ ვიღაცას აწყობს ესე დაისაჯოს, ვიღაცას არ აწყობს, რომ არ დაისაჯოს, ვიღაცამ ტელეფონით დარეკოს და სიტუაცია გააправოს, ვიღაცამ ვერ გააправოს და ანუ ის რაც დღეს ხდება, ეს რა ვიცი. არც ტყვიებზე დავაზუსტებ, თუ შეიძლება დათვის ტყვიებზე, თქვით რომ აი 21 ადამიანი მაინც იყო შუარგოლი გახარიასა და თქვათ პასუხისმგებელ ადამიანს შორის, რადგან ამბობთ რომ ამოიღეთ ეს ტყვიები საერთოდ და გადაიხედა გადაწყვეტილებები, კონკრეტულად ვინ შენახვაზე იყო პასუხისმგებელი, მას დაეკისრა რაიმე პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ამბობთ რომ ფაქტობრივად ამ გადაწყვეტილებას მოყვა სერიოზული დაზიანება ადამიანების. სამწუხაროდ მე ვერ გიყურებთ რომელიმე საუბრებით არ ვიცი. ანუ შეხედეთ როგორ არის, ანუ იმ ადამიანის პასუხისმგების საკითხით დაყენებაც არასწორი არის. რატომ არის არასწორი? იცით რომ დღესაც 2024 წელს
პრობლემა დგას კონდიცირებაზე, პრობლემა დგას გაგრძელებაზე, პრობლემა დგას თანამედროვე სისტემებით სასაწყობე მეურნეობების შექმნაზე. ანუ რა გააკეთოს იმ ადამიანმა ხაღადი აიღოს და უნიაოს. ხო, მაგრამ ნახეთ ხო, აი ბატონო ირაკლი, თუ შენახვის პირობების დარღვევის გამო ამ ხელა ზიანი მიიღეს ადამიანებმა, ამის გამო გახარეს არავინ არ დაუშჩია? დაასჭირთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან ბევრი დაისაჯა. ძალიან ბევრი დაისაჯა. პასუხისგებაშიც მიეცათ, თანამდებობების დაატოვებინეს. ამ კონკრეტული შემთხვევის გამო დაისაჯა ვინმე? აი მაგ კონკრეტული ღამის გამო დაისაჯა, რა თქმა უნდა. და ამას ყუების შენახვას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ბატონო? ყუების შენახვაზე პასუხისმგებელ პირებს გულისხმობ, ანუ შენახვის პირობების ნაწილზე, ამაზე თუ დაისაჯა ვინმე? მაგაზე არ ვიცი დაისაჯა თუ არა ვინმე და ანუ ის პიროვნებები ვინც დაისაჯა იმათი ან სახელი და გვარები ვიცი და არც თანამდებობა ანუ სისტემურად რომ განხორციელდა ეს ძალიან კარგად ვიცი. ხდები? და ამას მე მოყვა მთელი რიგი ცვლილებები, ანუ შემდეგ ახალი დეპარტამენტის დირექტორი ვინც მოვიდა მას დაევალა და თვისობრივად შეიცვალა, ანუ მიდგომა შეიცვალა, ანუ პარალელები რომ გავალოთ, მე ვინმეს კი არ ვამართლებ, ანუ ვინმეს კი არ ვამტყუნებ, ანუ ჩემი მიდგომა არის ესეთი, რომ ჩვენ უნდა გავიზარდოთ, ჩვენ რაღაცები უნდა დავხვეწოთ, რაღაცები უნდა განვავითაროთ, უნდა შევძლოთ იმისი აღიარება და თქმა, რომ კი აქ შეცდომა დაუშვი და ოღონდ ეს შეცდომა მიზანმიმართულად კი არ გავაკეთე. ეს იყო დაშებული შეცდომა ამის გამო და მოდი ახლა ჩვენ გრძელვადაში დავგეგმოთ ისე განვახორციელოთ, რომ მსგავსი საკითხების და მსგავსი შეცდომების მინიმიზაცია მოვახდინოთ. დღეს რომ პარალელი გავავლოთ, რა ხდება? აი დღეს რა შეიცვალა, რა გაუმჯობეს და რა დაიხვეწა, რა საკეთებენ? აბა აი დღევანდელი დღეს რა ხდება? ანუ განხილვა კი არა. ხო გეუბნებით, ანუ ადამიანებს შიდა კულუარებში აგერ აჯილდოებენ. ღირსების მედლები ჩამოკიდეს, სახეში ვინც უყავდა იმ ადამიანებთან. ძალიან მარტივია შედარება. კეთილი, მოკლედ თუ შეიძლება ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ თან დრო ცოტა ქუჩება. ანზორ ჩუბინიძე ჩანდა კადრებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. აუცილებლად ამაზეც მოკლედ გვითხარით, რა როლი ჰქონდათ მას თუ იცით. მედი აქტიურად წერდა მას. სადაც კადრებში ჩანს ბატონი ანზორი თეთრი პერანგით, ზუსტად მაგის გვერდზე ვიდექი და იცით რა არის, ანუ ჩუბინიძის მანდატი რომ იქ ყოფილიყო, მას ეს მანდატი არ გააჩნდა. რატო იყო, რისთვის იყო, რას აკეთებდა, ვერ გიტყვით. უბრალოდ აი რაც ჩანს კადრებში, რომ მოვიდა რაღაცა გარკვეული პერიოდით, სიტუაცია შეაფასა, ვინმე მოძებნა, ვინმე ნახა, არ ვიცი და ისევ გავიდა და მას მერე მე ჩუბინიძე არ მინახია. ზოგადად ანუ ეს ჩუბინიძე არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი და მისი ამოცანა არის მშვიდობიანობის დროს მაგ შენობის დაცვა, პარლამენტის შენობის დაცვა. და ანუ რატო იყო და რისთვის იყო მოსული არ ვიცი, იმიტომ რომ იცით რა არის, ანუ იქ არსებობდა და ამისი სპეკულაციები და არა მარტო სპეკულაციები იყო, რომ შეიძლებოდა დაუშვათ იქ ვინმეს იქ ადგილზე პირდაპირი კავშირი ქონოდა ბატონი ივანიშვილთან და გახარიას და საბანაძეს და დანარჩენების ანუ მოქმედი პირების გვერდის ავლით იღებდა რაღაცა გარკვეული მითითებებს, მაგრამ ეს მხოლოდ მოსაზრება არის და მე ამას ვერ დაგიდასტურებ და არ ვიცი. კეთილი. ერთი კითხვა სავარაუდოდ ბოლო, იმიტომ რომ 2 წუთი დაგვრჩა, შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე მინდა გკითხოთ და ჩართულობაზე არჩევნებში. წინა საარჩევნო პროცესში არჩევნების დღეს მის შემდგომ. სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ თქვი არის მხარე. პირდაპირ არის ჩართული არჩევნების პროცესში. მთელი თავისი ადმინისტრაციული, ოპერატიულ-ტექნიკური და მატერიალური რესურსით. რა არის მისი ფუნქცია არჩევნებისთვის? რას აკეთებს? დაეხმაროს მთავრობას არჩევნების მოგებაში. რა ტიპის დახმარება იგულისხმება? აი ბოლო არჩევნებზე რა გახსენდებათ? აქაც იყო ბევრი ჟურნალისტური გამოძიება, სისტემა როგორ აეწყო თქვენ, რის დადასტურება შეგიძლიათ? აი ხო იყო გასული სამოქალაქო პირების გარკვეული შემდგარი ეგრეთ წოდებული კაპიტნები. დიახ. და ჩათვალეთ ესეთი კაპიტნები არსებობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვინც ამ საკითხებს კურირებს და ხელმძღვანელობს. ვინც ამომრჩევლს აკონტროლებს მათ შორის? ამომრჩევლის ნებას, უბანზე მისვლას, ეს კაპიტნების ფუნქცია და მოვალეობა ეს იყო. იცით რა არის ყველაზე მძიმე და ყველაზე ცუდი რაც არის და რა საკუთარი თვალით მოხს ნახე არჩევნების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო გარიგებაში არის შესული კრიმინალურ დაჯგუფებებთან და აი ეს არის ყველაზე მეტად დამანგრეველი თუ რამე შეიძლება მოხდეს დღეს ბანზე
ანუ იმ ადამიანებს მიმართ, რომლებიც სამინისტრო თანამშრომლები დაკავებული ყავთ არჩევნების დღეს საერთო ინტერესების პოლიტიკის ქვეშ არიან გაერთიანებული.